Maestro მოგესალმებით. გამარჯობათ. როგორ ახარ? კარგად, დავად. მადლობა როგორც მე მარგალიტაში. მადლობა მოწვევისთვის. ხარ, კაი გარემოში. პირველად ვარ. ნახე როგორ ინსტრუმენტი დევსიქ და ძველი ჟღერადობა და მობძანდით. აი აქეთ. აქ დაბძანდით. აი განუზომილი მადლობა სტუმრობისთვის, იმიტომ რომ ახლა რაც ციებ-ცხელებაში ხარ, ვიცი და ზოგადად ძალიან დატვირთული ადამიანი ხარ და მადლობა და მიხარია რომ ვისაუბრებ. მადლობა მოწვევისთვის კახა. რა ვზანებთ. როგორ ხარ? რატო ვკითხულობ ამას? ისედაც ვკითხულობ ელემენტარული ამბავია და მეთომედეს გუშინ და გუშინ წინ უდიდესი პროექტი განმეორებით ჩაატარეთ, რაც გულისხმობს გოგიც აბადის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პროექტ გოგიც აბადე თეატრსა და კინოში და ბრძანდები თქვენ იდეის ავტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი, სამხატვრო ხელმძღვანელი, გრანდიოზული პროექტის, არა მხოლოდ კონცერტის, რაღაც ერთგვარი სანახაობი. როგორ ჩაიარა და მოდი ჩვენ ეთერშიც მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ, როგორც გაჩნდა იდეა და როგორ. მადლობა რომ ვაშუქებთ, მართლაც ძალიან დიდი პროექტი გამოგვივიდა. მოდი აქეთ დაგიჟდები მაესტრო, ესე უფრო კარგად ვისაუბრებთ. აი კომფორტულად. კი ბატონო, გისმენთ და მოგვიყევით. ხო, აი მართლაც დიდი მადლობა მოწვევისთვის და რომ ამ თემას აშუქებთ, მართლაც გუშინ წინ და გუშინ საოცარი კონცერტი ჩატარდა, მაყურებელიც ანკმაყოფილი იყო როგორც ნახეთ და მართლა ბედნიერებაა ეს ხელოვანისთვის, როცა რამდენი 1000 ადამიანი ტასს უკრავს და რაღაც შენიშრომაც რაღაცნაირად ფასდება და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ასე მეტი მონაწილე ჩატარდა ეს გრანდიოზული კონცერტები. თან ჩემს პრაქტიკაში პირველად მოხდა. საერთოდ ხო იცი როგორც არის, არაერთი იუბილე წაგიყვანია შენ და ჩატარდა იუბილე და დამთავრდა. პირველად ხდება რომ ორჯერ ვიმეორებთ საიუბილეო. იუბილე გასულ წელს იყო. დიახ და ვიმეორებთ მაყურებელთა თხოვნით, იმიტომ რომ მაშინ თბილისელებს ძალიან გული დაწვათ, ყველა ვერ დაესწრო სექტემბერში და ორი კონცერტი დავამატეთ და ესეც სრული ანშლაგით წავიდა და ეს მოწმობს იმას, რომ გოგიც აბაძე იყო უდიდესი კომპოზიტორი. კი ბატონო, მე ვიცი მაესტრო, ჩვენ სხვაგან ვისაუბრე ამაზე, რომ თავისთავად როგორც დიდი შემოქმედა, ეს სახალხო კომპოზიტორი, პირადი სიყვარული, პირადი დამოკიდებულება გაკავშირებდა. ერთგვარად მე მგონია, რომ რაღაცა მადლიერების გადახდაც იყო თქვენგან გოგიც აბადეს. მოდი მოგვიყევით თქვენი შეხება როგორი იყო პიროვნება გოგიც აბადესთან და კომპოზიტორ გოგიც აბადესთან. რამაც განაპირობა შემდგომში დღემდე რაღაც ერთგვარი მადლიერება მისდევენ თქვენ. აი ტელეეკრანებზე ამას პირველად მოვყვები. იყო ლაპარაკი რომ კონცერტზე მომეყოლა, მაგრამ ნუ ვერაფრით ვერ დამითანხმეს. საერთოდ არ მიყვარს კონცერტზე. დაკვრა მიყვარს და მართლაც იშვიათად თუ რაღაცა ავიღებ მიკროფონს და ვიტყვი, იმიტომ რომ რატომღაც გონია რომ საერთოდ გონია რომ მუსიკოსიც მსახიობია, როცა სცენაზე გამოდის. არტისტი, მოდი ესე ვთქვა. დიახ, მაგრამ უფრო კომფორტულად ვზნობ თავს, როცა მუსიკით ვაკეთებ ამას და აი ხა მოვყვები ამ ისტორიას, რატომ ინიციატივა რატომ ავიღეთ ჩემ თავზე რომ გამეკეთებინა ბატონი გოგის საღამო. მისი დამსახურება მე თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, მე ესეთი აი მაქვს აღქმა და განცდა, იმიტომ რომ 10 წლის ვიყავი, მოხდა ეგეთი ფაქტი, რეზო ლაღიძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, იქ ასწავლიდა დედაც, მასწავლებელი იყო მუსიკის და გაცხადდა რომ მოდი სტუმრად გოგიც აბაძე სკოლაში და აატყდა ამბავი და თუ კი ვინმეს რამე გქონდა კომპოზიცია დაწერილი, პირველ რიგში ის ბავშვების შევკრიბეს და გამოვედით კონცერტზე. ობძანდა ბატონი გოგი, ნუ ჩაიარა კონცერტმა როგორც ხდება ხოლმე, მე არ წავიდა, მოვიდა კულისებში და ყველას სათითაოდ მადლობა გადაგვიხანა. საოცარი თავდა 10 წლის, 9 წლის ბავშვები. მაგრამ აი როგორ მახსოვს და დედა გაკადნიერდა და სთხოვს ბატონ გოგის, რომ ჩვენი ოცნებაა, რომ თქვენთანო 1-2 გაკვეთილი აიღოს დათვო. ეხლაც მახსოვს ეს კაცი როგორ გაწითლდა. და ეუბნება ქალბატონო ცხოვრებაში არ ყოლია მოსწავლეები არ მაქვს მე ეს პრაქტიკა და რა გიშველოთო და პაუზას აკეთებს. არ იყო მაშინ ხო მობილურები, შევიდა სამასწავლებლოში, აკრიფა ნომერი და ურეკავს ქალბატონ საბავშვო კომპოზიტორს, მაშინ ქალბატონ მერი დავითაშოს, არაჩვეულებრივ ქალბატონს. ეუბნება მერი ხვალე შენთან მოვა ჩემი ახლობლის შვილი და უნდა სულ უცხო პირველად ჩემი ახლობლის შვილი და უნდა მიიღო მოსწავლეთ. და გამიშვა მერი დავითაშვილთან. აიქიდან დაიწყო ჩემი კორი. მერი დავითაშვილმა მასწავლა ნოტზე ჩაწერა 10 წლამდე რა ვიცოდი ნოტას მაინ თუ გრავდი. შემდეგ უკვე რო ასაკში იყო გადამილოცან უგზარვაწაძეს იმან ბიძინაკვერნაძეს და რო ვიხსენებ ხა ამ კაცმა ერთი ზარით აი ამ კორიფეებში ჩამაგდო და მე თუ დღეს რამეს წარმოვადგენ აი ერთი ზარის დამსახურება მგონია მე ეს ის მომენტია როდესაც ხო ცინა გაგიმართლოს და იმ ადგილზე მოხდა ეს იყო ჩემი გამართლება
მე პატარა რო ვიყავი ამას ვერ ხვდებოდი. აი ეხლა რო ვიხსენებ ამას, ეხლა ვხვდები თუ ეს რა იღბალი იყო, რომ ამ ადამიანმა ეს გააკეთა ჩემთვის და ჩაის შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა. სულ ფიქრობდი, რომ ესე იგი ეს რა გააკეთა ბედმა ჩემთვის, რომ ამხელა პიროვნებამ და როდესაც გავიგე, რომ 100 წელი უსრულდებოდა, თავს მივეცი უფლება, მივედი ოჯახთან და კახას ძალიან მთხოვე. აი რა ამის მუხლებს ჩავვარდი, რომ მომეცით უფლება, რომ მე გავაკეთო. არა იმიტომ, რომ მე ვემსახურებდი ამ საღამოს გაკეთებას, სურვილი მქონდა ძალიან დიდი და რაღაცა მოვალედ ვგზნობდი თავს და აი გუშინ ვიყავი უბედნიერესი ადამიანი, როდესაც ხედავდი, რომ მაყურებელი იყო კმაყოფილი. ჩემს ცხოვრებაში ესეთი ბედნიერი არ ყოფილა. ვალი მოვიხადე, როგორც შემეძლო, არ ვიცი, კაი გამოვიდა ცუდ, მაგრამ ამაზე მეთქვალოთ, რომ გამეორებინებ. უცბელად ვამბობ, როგორც შემეძლო, მე შემიძლია ვთქვა, რომ აი 50 წელს გადავაბიჯე, თუ რამე გამიკეთებია ცხოვრებაში. დიდი მადლობა. პირველად ვგრძნობ ამას, რომ მე ვალი მოვიხადე ამ დიდი ადამიანის წინაშე, გულწრფელად, როგორც შემეძლო ისე. შესანიშნავია. მაესტრო, რას ნიშნავს, როცა ესეთ კომპოზიტორს ეხები, რომლის სიმღერები, რა ვიცი, ყველა მიცის, ყველა სიმღერება, თეატრის, კინოს, ზოგადად საესტრადო, მაგრამ თან რაღაცა სიახლეც უნდა შეიტანო, ხო, იმიტომ რომ ახალი ვერსიები ალბათ უნდა გაშლის და თქვით რომ უზარმაზარი პროექტია, ნიკოლოზ სოლოგიძე სცენარის ავტორი და წამყვანი, თინათინ კორდაძე რეჟისორი, დიდი გუნდია, ერთი მეორეზე უკეთეს მსახიობები, მომღერლები და კი, ადამიანი მოდის გოგიც აბადეს იუბილეზე, ცხადია ველოდებით გოგიც აბადეს სიმღერას, მაგრამ რაღაც ახალსაც ველოდებით. თან ამიდან გამომდინე, რაც ახლა მოხევით თქვენ, პასუხისმგებლობა ორმაგია. ძალიან დიდი. სურპრიზები ბევრი დავახვედრეთ, მინდა გითხრათ. იქ ცეკვა იყო, გორის ქალთა გუნდიც იყო, მსახიობები დადგმა, თეატრალიზებული გოგიც აბაძე, კინოსა და თეატრში, ჯერ მარტო სახელწოდებიდან თინათინმა ისეთი დახმარება გაგვიწია, ისე შეგვიკრა კონცერტი. ამას მუსიკოსი მარტო ვერ მოერეოდა, იმიტომ რომ იყო მიზანსცენები და მთელი ამბავი. მაგრამ ჩვენს ისტორიაში მე ესე მგონია და მე არ მახსენდება, მოხდა პირველად ორკესტრის მღერის. უი, რასა? ამღერეთ? დიახ, ავამღერეთ ვერისუბნის მელოდიებში. დიდი მადლობა, რა გემრიელებებია. ძალიან მართლა პირველად ვარ და დიდი მადლობა. ისე იგი ამღერებული ორკესტრი ნახა პირველად და დაინგრა დარბაზი, იმიტომ რომ დგება ორკესტრი და მღერის. ზუსტ აი ეს 25 გოგო, ჩემი საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი დგება და მღერის და ამან მიიღო აი რაღაცა ძალიან ისეთი სახე და გარდა ამისა ცეკვა და მთელი ამბები იყო და მოკლედ რა ვიცი. მაესტრო, ზოგადად რო ვისაუბროთ, არაერთი პროექტი გაიგეთებია თქვენ, არაერთ საიუბილეო საღამო იქნებოდა თუ ზოგადად კონცერტი მუსიკოსებთან და როცა სხვის მუსიკას ეხები, ხო, დაუშვათ სხვა ავტორის მუსიკას, ხო, როცა კონკრეტულ მომღერალზე საუბრობთ ან კომპოზიტორზე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ არც მისე დაიკარგოს, მაგრამ შენიც შეიტან, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ მქონია მცდელობა, ცხადია არ დავასახელებთ, რომ თითქოს ცდილობს მუსიკოსი, ვინც აკეთებს ვერსიებს, რომ თავისი წამოწიოს წინ და გეკარგება საერთოდ ავტორი. არა და ეს არ მგონია სწორი იყოს, მე პროფესიონალი არ ვარ და უკეთ შეაფასებ თავად. მოდი მაშინ აი ალბათ დამწყები მუსიკოსებისთვის უფრო საინტერესო იქნება. რა პატივისცემაში. ძალიან დიდი მადლობა, საოცრებაა, ნატკბილეული. ისე იგი, ნახეთ რა ხდება. თვითონ სიტყვა არანჟირება არის ფრანგული სიტყვა და ნიშნავს შელამაზებას. გალამაზებას და არა შეცვლას, გადაკეთებას და გალამაზება, ორანჟ. სილამაზესთან და გადამოწმება. დიახ, და ფრანგული სიტყვა. აქედან აი ეს სიტყვა თუ უნდა დაიცვა ბოლომდე ადამიანმა, შენ უნდა შეეცადო რომ ახლებურად ისე როგორც დღეს აჟღერდება, ჟღერადობით, შენი ვერსიით, შენი შელამაზებით, შეიძლება შენი საკუთარი რაღაცა შესავალიც გაუკეთო. აი რა ვქნა რა ლამაზად არის ნათქვამი, რამას შეყვაძეს უყარდა ამის თქმა, აი ჟარგონში რუსულად, ნიშტოპადაც, აკაკბადაც. კი ბატონო. როგორ მიაწოდებ? კი ბატონო. მისმული და ეხა გოგიც აბაძეს რა შელამაზება ჭირდება, მაგრამ იცი რა, აი მსახიობი ხარ და გამიგებ. შენ თამაშობ და გითამაშია ის როლი, რომელიც შენს წინა მორბედსაც უთამაშია. დიდ და განდიოზ. მაგრამ ხო ვერ გაიმეორებ. ძალიანაც რო გინდოდეს ვერ გაიმეორებ. კაპიროკას ვერ გააკეთე. ამიტომ მეც ესე მგონია რომ ჩემებურად დავინახე გოგიც აბაძე და ისე გავაკეთე, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მე მელოდიას არ ვეხები. სიტყვას არ ვამახინჯებთ. დანარჩენი ყველაფერს უკეთებთ, მაგრამ მელოდიას არ ვეხებთ. თქვენთვის როგორც მუსიკოსისთვის, როგორც სპენელისთვის, როგორც მოქალაქისთვის, გოგიც აბაძის ის იშვიათი მარცვალი, ის უნიკალურობა გნებავთ რა არის, რომ იმ თანავარსკვლავედში რა დროშიც იყო და რომელი ერთი შეგვიძლია ჩამოთვალოთ დიდი კომპოზიტორები, თავის ნიშა დაემკვიდრა შესანიშნავად. აი მაგალითისთვის ნებისმიერი გავაჩეროთ და არამხ თუ იცის რამდენიმე სიმღერას უცებ წაგიმღერებს. აი რა არის, რომ ესე შეიყვარა ხალხმა, ყველა მიმართულებით.
ჩემი აზრით და მგონია რომ ბევრი დამეთანხმება, ის არის საოცარი მელოდიური ხაზი. რაც გამახსოვდება. ყველა მისი სიმღერა ერთხელ რომ მოისმენს, თელი თბილისი მღეროდა მე. აი ეს არის საოცარი ნიჭი, რომ უბრალოება და ისეთი მელოდიის შექმნა, რომელიც გემღერება, იმღერება ტექსტთან ერთად. არ დაუკარგოთ პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის და მორიც კოცხიშვილს ამ ორ კომპოზიტორს ავტორებს, რომელიც აი ერთად მუშაობდნენ და იმღერება, ხო, როგორ შეიძლება ჩემო თბილისის გაყვა ერთხელ მოისმინო და აღარ გავიწყდება. ხო და აი ეს ხვანიჭია, გესმით, ეს ამას ვერ ასწავლი, როგორც ხატრობას ვერ ისწავლი, ისე კომპოზიტორობას ვერ ისწავლი, ჩემი აზრით. ეს გაქვს ან არ გაქვს და ამ კაცს უნდა უყვარდა. თან ერთი ფაქტიც, ყველამ შეიძლება არ იცის. დიდმა რეზო ლაღიძემ თქვა, როდესაც ცუდად იყო და უკვე გზნობდა რომ უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან, თქვა რომ მეც მივდივარ წყნარად, იმიტომ რომ რჩება გოგი ცაბაძე. ამაზე დიდი კომპლიმენტი ამ დიდი კორიფესგან და მეც ესეთი შეგრძნება მაქვს. ესე ვიტყოდი რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე არ ეწყნოს და მე მივდივარ ესე. და ესეც არის რომ და ჩვენი არაა ქართული კულტურის ისტორია. ესე მგონია მე რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე. და ამ კაცმა ზუსტად ბეჭედი დაასვა და თქვა, წყნარად მივდივარ ამ ქვეყნიდან, რომ რჩება გოგი. აი მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი ამაზე. ზოგადად გითხავთ ქართულ მუსიკაზე, ქართული მუსიკა, ну მუსიკა ზოგადად ხო, მუსიკა, მაგრამ არსებობს ქართული მუსიკა ცალკე, რომელიც ძალიან დიდარია, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და საერთაშორისო აღიარებაც არაკლია. რა არის გამორჩეული ქართული მუსიკის ის ხიბლი, ის მარცვალი, რაც ასე გამოარჩევს და რეალურად ყველა მიმართულებით ძალიან დიდი წარმატება აქვს. გნებავთ როცა გასტროლზე მივდივართ, გნებავთ როცა ჩამოდიან. რას ფიქრობთ, რა არის გამორჩეული ქართული მუსიკის? გამორჩეული ვიყავით ყოველთვის, ესე მგონია და ეხლა ერთი ოცნებაც მაგას სულ უტრიალებ და ალბათ მოვკიდებ. მე შინია ამ თემის, მაგრამ ხალხური მუსიკა. უნიკალური. ეს საერთოდ შეუფასებელი. 3000 წლიანი ისტორია და მეტი ცოტაერი მოიძებდება მსოფლიოში ისეთი, რომ ესეთი ფოლკლორი ქონდეს. მე არ მიყვარს რომ ვთქვათ ერთადერთი და ერთი. არა, ეს ხვებმა შეაფასო. შეიძლება ჩემთვის ერთადერთია, მაგრამ ერთ-ერთი ვთქვათ, ხო? ხომ ვართ ერთ-ერთი იმ ძველ ერებში, რასაც გამორჩეული გვაქვს. ეს ისეთი კულტურა დაგვიტოვა ჩვენმა წინაპრებმა, რომ შეუძლებელი ყოფილიყო ეს არასახულიყო შემდეგ. აი მტყვილა არ ვახსენე რეზო ლაღიძეს. დადიოდა, თვითონ ვეყვებოდა, ხო მე ნანახი მაქვს მისი ინტერვიუები, სადაც ყვება რომ სოფელ დადიოდა და ყველა გლეხს ელაპარაკებოდა, იმის კილოკავს სწავლობდა იქ გურიაში, იმერეთში და აი წარმოგიდგენია და აი ეს ქართული ინტონაცია ჩემი აზრით რეზო ლაღიძემ ძალიან უხვად შემოიტანა. რაც გოგიმ გააგრძელა შემდეგ და საოცრება მივიღეთ სულხან ციცაძე, რომელიც სულხან ციცაძეს კვარტეტები დღესაც სოფლიო საკვარტეტო პროგრამაშია შეტანილი. ამიტომ ქართველებს ძალიან დიდი სიტყვა გვაქვს ნათქვამი და კიდევ ვიტყვით. ესე მგონია მე და აი ხალხურ მუსიკას და მის განვითარებას ძალიან დიდი როლი აქვს და ჩემი აზრით საინტერესო თემა იქნება თუ ქართულ ხალხურ მუსიკასაც რაღაცნაირი დოზით შემოვიყვანთ თანამედროვე ესტრადაში და ძალიან ვფიქრობ როგორ შეიძლება, თუმცა ძალიან საფრთხილო თემაა. რადგან ჩვენ ვახსენეთ მრავალხმიანობა ჩვენი ეს უნიკალური, ასევე მინდა გითხოთ აბსოლუტურად კიდე სხვა სიმაღლეზე მდგომ ჩვენს საეკლესიო ანუ საგალობლებზე, რას გვეტყვით თქვენ ამაზე, როგორც მუსიკას. ეხლა მერთმა მაპატიოს, მაგრამ თუ ვესწრები ლოცვას და შეიძლება ხშირად არა, მაგრამ მაინც რაღაცა ინტერესუებით შაბათ-კვირას, რაღაცა, მაგრამ მაინც თუ იქ არის გალობა კარგი, აი მცხეთაში მიყვარდა ხოლმე εκεί წასვლა, იმიტომ რომ საოცარი გუნდი იყო სამებაში, ჩემი მეგობრები არიან და მათთან ახლოს დგები. არ ვიცი მუსიკოსი ვარ თუ რა, ნუ საოცრებაა ესა. ეს ცალკე პროფესიაა თუ არ ვიცი რა არის, ესა რა ადამიანმა დაწერა თუ ვინ მოიგონა, მე არ ვიცი, აქ მერტის ხელი ურევია, თორე ეს ამის დაწერა ხო შეუძლებელია, ესე მგონია რა და თან ეს გურული გალობაც რომ შემოვიდა, ეხლა ხო საოცარია, ნუ აი არ ვიცი რა და მართლაც დიდება ჩვენ ეკლესიას ესეა. რადგან ახსენეთ რომ აი როცა გითხეთ ესე გადახვეეთ რომ როცა ვესწრებიო თუ გაგვიმხელთ თქვენი დამოკიდებულება როგორია წონასთან და ეკლესიასთან, როდიდან ან მუსიკაში როგორ შეხვედით პირდაპირ დაკავშირებული იყო საბადესთან. აი ღმერთის ახმაროდი შემოვიდა და ზოგადად როგორია თქვენში პირადად დედას პატარა რო ვიყავი, მაინც მიხვდებით იმისა რომ მე საბჭოთა პერიოდში დავიბადე, დედას ამდახან მაინც დავყავდით ეკლესიაში, რა თქმა უნდა მონათლული ვარ, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩემს პატრიარქს და ჩვენს პატრიარქს და ჩვენს ეკლესიას და მინდა დიდი ხანს ჯანმრთელობა უსურვო
პატრიარქს და საერთოდ დამოკიდებულება არის ძალიან მოწიწები და წუხარ დარდობ რომ ხშირად ვერ ვესწრები და ყველა ქრისტიანმა კვირაში ერთი დღე ალბათ უნდა მოვიცალოთ რომ დავდგეთ 2 საათი იქ და დიდი მოწიწება მაქვს და მე მგონი ქართველები უნდა ვიყოთ ბედნიერები რომ ვართ ქრისტიანი და მართლმადიდებლები გამხერა კულტურა ვარდოთ ჩვენი განვითარება სხვათა შორის ამ რელიგიის შემოსვლას უკავშირდება მე ესე მგონია ყველა მის ნაბიჯი კულტურაში ნუ არ ვიცი რა და მე მგონი ბედნიერი ვართ ჩვენი კაი თქვენ თქვით რომ როცა ვახერხებ ვესწრები დავდივარ მახსენეთ გალობა და მეც მაგ ეს მომენტი რა თქო კაი გალობოთ რომ უსმენ რაღაც გაყავხარ სხვაგან არის ხო რაღაც თითქოს 60-ის კარებთან მიყავხარ და ეს ერთი მთლიანობაა გამშვენება არის თუ არა ყოფილა თუ არა შემთხვევა თქვენ ცხოვრებაში მოძღვარი თუ ყავ დაუშვათ მარხები ახსარება ანუ ეკლესიური წესების დაცვას მეტნაკლებად ხა სრულად ვინ ცდილობს და ეს მომენტიც არის თუ რა თქმა უნდა ვცდილობ რომ ხა სრულად როგორ დავიცავ ალბათ ყველაზე ბოლო ადგილზე შეიძლება ვიყო ამ დაცვით მაგრამ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში მეუღლეს ჩემი შვილებიც ავიცი და ბედნიერებაა რა მე ვერ წარმომიდგენია რომ სხვანაირად აი მეორეთაც რო ავირჩიო აქ დავებადებოდი და ამას ავირჩიე ეს წმენა ეს თქვენი დამოკიდებულება შინაგანი რწმენა ღმერთთან შინაგანი დამოკიდებულება აი ამ პათოსთან რაც ახლა თქვით ხო საქმეში ცხოვრებაში გეხმარება გაძლიერებს ძალიან როცა გამეჭირდება ხოლმე მე ყოველთვის როცა პროექტი შემოდის ესე იგი არ ვიცი ესეც დიდი მადლობა ღმერთს რომ ესე იგი სცენაზე არ ვიცი ნერვიულობა პირიქით სცენაზე ვარ ბედნიერი აი საოცრად ბედნიერი რომ დავждები ინსტრუმენტთან მავიწყება ყველაფერი ცხოვრებაში უფრო ნერვიულობ უფრო მეტ სანერვიულობა ვიდრე სცენაზე რომ დაფიქრდი მაგრამ როგორც კი შემოვა ახალი წინადადება რომ უნდა დავიწყო რამის კეთება საოცარი შიში მიფრობს გავაკეთებ თუ არა ამას დღემდე ესეა პატარა ბავშვი 2-3 დღე ვერ ვეკარები ვერ ვაკეთებ ვერაფერს ჩაკეტილი ვარ ვაიმე ეხლა მე ამას როგორ გავა და აი რაღაცა ძალა მივალ ხატებთან ხატების კუთხე გვაქვს სახში რა თქმა უნდა და მართლაც გეუბნები რამოდენიმეჯერ აი ღმერთს ვეხვეწები გადავიწევ ფუძას და ვეხვეწები რომ ღმერთო შემაძლევ არასოდეს არ ვიცი მე არ ჩამითვალო თავდაბლობაში არ აი ვერდები კაცი და თავდაჯერებულება ვერ მოვიპოვე რომ მე ამას გავაკეთებ თუ არ მიუხედავად ამდენი წარმატებული პროექტისა არა სულ შიში მაქვს რომ ახალი რამე მოდის ამას მე გავაკეთებ თუ არა აი არ ვიცი ეს ნაკლია რა არის მე არა მაქვს ეს თავდაჯერებულობა რომ მე ამას გავაკეთებ მაგრამ როდესაც უკვე ვამთავრებ მუშაობას აი უკვე ხვდები რომ მორჩა ესე იგი გამომივიდა და სცენაზე უკვე გავდივარ. აი როცა თქვენ თვით რომ სცენაზე რო ვარ ნერვულობა მეხსნება ეს მნიშვნელოვანია რომ ისიამოვნო კიდეც იმით რაც საკეთებ რომ შედეგი იყოს. მუსიკოსისთვის კი ასე მგონია. იცი შენ თუ არ ღებულობ სიამოვნებას იცი რა არის ძალიან ძნელია ხა შენ თვითონ თუ არ ქსიამოვნებს შენი მუსიკა გაკეთებული ადამიანი ამ ენერგიას თუ არ გზნობს იმას არ მოეწონება ეს კონცერტი ესეთი შეგრძნებით გავდივარ ამიტომ იმ დღეს კონცერტის დღეს ყოველთვის ბედნიერი ვარ ყოველთვის კარგი განწყობაზე ვარ და უნდა მოდიოდეს შენგან რა იცი რა თუ კანკალებ მე ბევრ პიანისტს ვიცნობდი ჩემთან ერთად გარაჩოლებრივად უკრავდნენ აი საკლასო გავიდოდნენ და აი ძალიან ბევრი ისეთი პიანისტი მყავდა მეგობარი რომ აი ვამბობდი ხოლმე რომ აი მე ეს რა მაგრა უკრავს მე ესე ვერ უკრავ გავიდოდა კონცერტზე საერთოდ ნოც ვერ აიღე და მე გავიდოდი უკრავ. ანუ ეს კიდევ სხვა რაღაცაა დამოკიდებულება. სცენის შიში არ უნდა კონდეს. პასუხისგებლობა და ნერვიულობა სხვა რამეა. ესე ყველა ნერვიულობთ ხო, გასვლისას და ღელვა სხვა რამეა. შიში არ უნდა გქონდეს და ხელის კანკალი და ხმის კანკალი და რაღაც და ეს როგორ ხა ყვარო გიკანკალებს და ისე ყვები ტექსტ ხო უკვე ეს ცხადია. ხო და აი ღელვა არ უნდა აურიონ ამ დამწყება მუსიკოსებმა შიშთან რა. ესე მგონია. გუშინ და გუშინ წინ ძალიან ბევრი დაუკარი და ბევრი გაახარეთ, მაგრამ რადგან თქვენს ფონად ახლა ინსტრუმენტი დგას. თუ არ გვიწყენ, თუ მოგცემთ უფლებას, ცოტა ეს ისიამონება, რომელიც თქვენ ახლა კონტექსტში ახსენეთ, ჩვენ და მაყურებელს მოგვანიჭა და მოდი რამე ცაბადზე შეგვიშლოთ, თუ წინააღმდეგ არ იქნება. კი, აი მრუდე თუ გაქვს ხელი, ეს რა თქმა უნდა სიმღერა ვერისუბნებისთვის დაწერილი და მოხდა ისე რომ რეპეტიციაზე ეს თინა თინკორძეძის დამსახურებაა, სხვათა შორის რეპეტიციაზე ისე დავუკარით ჩემთვის ინსტრუმენტალური ვერსიით. და ძალიან შემეხვეწა თინათინა რომ ჩავსვათო ძალიან გთხოვე ესო დატოვე მომღერლის გარეშე და გაიტანე და დავდა მართლაც დავტოვე და ნუ ძალიან დიდი წარმატება მოყვა აი თიკოს რეჟისორული ხედვა ერთი სკოლა გვაქვს საერთოდ გუნდურად მუშაობა ძალიან სიამოვნება ყოფილა არ უნდა თქვა რომ ყოველთვის შენ ყველაფერს ეს გადაწყვეტავ აი ძალიან დამეხმარა რეჟისორიც და სცენარისტი მოგესმენებთ აუცილებლად მუსიკას დავუწყოთ ოდნომაში და სპეციალურად ჩვენი მაყურებლისთვის მარგალიტასთვის ჩვენი სტუმრებისთვის უცხოელი სტუმრებისთვის რუდა თუ გაქვს ხელი მე აქ ჩამოჭდები და მოусმენ ბატონო ან ვიდგები.
ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებების საქმიანობაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დავით მაზანაშვილი მაესტრო იყო ჩემთვის. მადლობა.